ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე იერიშის მიტანა გასულ შაბათ-კვირას იმიტომ გადაწყვიტა, რომ სწორედ ამ დროს გაჩნდა უნიკალური შესაძლებლობა ამერიკასა და ისრაელს ერთობლივი მიზნებისთვის მიეღწევათ. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება არ მისცემოდა ირანს შესაძლებლობა დამალულიყო თავისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამისა და ასეთი თავდასხმების უკან. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პრეზიდენტის მიზანი იყო სისტემატურად გაენადგურებინა ის ტერორისტული შესაძლებლობები, რომლებიც მათ ჰქონდათ და ჩვენ ეს შევასრულეთ. უბრალოდ საჭირო იყო შესაბამისი დროის შერჩევა. ეს უნდა ყოფილიყო ერთობლივი ოპერაცია. როდესაც პრეზიდენტი მიხვდა, რომ მოლაპარაკებები არ მუშაობდა, მუდმივად გვატყუებდნენ და საფრთხე გარდაუვალი იყო, გადაწყვიტა მათზე იერიში მიეტანა. ჩვენ ვერ დაველოდებოდით, სანამ ისინი პირველები დაგვარტყამდნენ. ეს მარტივია. ამერიკელ ჯარისკაცებს საფრთხის წინაშე არ დავაყენებთ. თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეტყვით, რომ თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება და დაშავდება, პრეზიდენტი პირველი იმოქმედებს. სწორედ ეს გააკეთა მან. და ასე მოიქცევა პრეზიდენტი ყოველთვის. ის ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს ჩვენი სამხედროების, მამაკაცებისა და ქალების, ასევე ყველა ამერიკელის უსაფრთხოებასა და დაცვის საკითხს. ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა, რომ ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი მიიღო. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეს ნამდვილად არ მოხდება. ამის შესახებ მარკო რუბიომ ჟურნალისტების შეკითხვებს მას შემდეგ უპასუხა, რაც მის ერთი დღით ადრე გაკეთებულ კომენტარს კრიტიკა მოჰყვა. 2 მარტს მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა იმიტომ მიიტანა იერიში ირანზე, რომ იცოდა ისრაელი უკვე მზად იყო სამხედრო მოქმედებისთვის. შეერთებულ შტატებს კი სურდა ყოფილიყო პირველი, ვინც ირანზე პრევენციულ იერიშს მიიტანდა. მოდი მარტივ ენაზე აგიხსნით. ირანს მართავენ შეშლილები, რელიგიური ფანატიკოსი შეშლილები. მათ აქვთ ამბიცია, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ისინი აპირებენ ამ ბირთვული იარაღის განვითარებას რაკეტების, დრონებისა და ტერორიზმის პროგრამის უკან, რათა მსოფლიო შიშით ვეღარ შეეხოს მათ. ახლა ისინი ყველაზე სუსტ მდგომარეობაში იყვნენ, ისე როგორც არასდროს. ახლა იყო დრო, რომ მათ წინააღმდეგ გვემოქმედა. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოერთმია რაკეტები, ფლოტი, დრონები, წაერთმია უნარი. ეს ყველაფერი ეწარმოებინათ, რომ მათ არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. სწორედ ეს იყო პრეზიდენტის მიზანი. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი იქნება, როცა ამ რადიკალურ სასულიერო პირებს აღარ იქნებოდ ცდომა ამ იარაღზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა ირანის იმ იერიშებზე, რომლებიც მათ ამერიკის საელჩოებზე, საკონსულოებსა და ამერიკულ ბაზებზე სხვადასხვა ქვეყანაში მიიტანეს. ირანი დრონებით თავს დაესხა ამერიკის საკონსულოს ერაყის ქალაქ ერბილში. ასევე ამერიკულ საკონსულოსა და საელჩოებს დუბაისა და რიადში. მარკო რუბიოს განცხადებით, იერიშებისას ამერიკის მოქალაქეები არ დაღუპულან. მისი თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს, რომ რეგიონში მყოფი ამერიკელი მოსახლეობა სამშობლოში დაბრუნდეს. ვნახეთ ცნობები დუბაის საკონსულოს შესახებ. როგორც იცით, ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდაა და მათი ადგილსამყოფელი დადგენილია. ჩვენ წინასწარ დავიწყეთ ჩვენი დიპლომატიური პერსონალის შემცირება, მაგალითად ბეირუთში, ფაქტობრივად მინიმუმამდე დავიყვანეთ, ისევე როგორც ბაღდადში, ერბილსა და კიდევ რამდენიმე ადგილას. ძალიან გაგვიმართათ, თუმცა ჩვენი საელჩოები და დიპლომატიური ობიექტები ტერორისტული რეჟიმის პირდაპირ თავდასხმის ობიექტებად რჩება. სახელმწიფო დეპარტამენტი ახლა აქტიურად მუშაობს, რომ შუა აღმოსავლეთში მყოფმა ამერიკელებმა ტერიტორიის დატოვება შეძლონ. რამდენიმე წუთის წინ არსებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 9000 ამერიკელმა უკვე დატოვა რეგიონი. დაახლოებით 1500 ამერიკელი ითხოვს დახმარებას. კაპიტოლიუმის შენობაში ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ირანი გააფრთხილა, რომ შეტევა მასშტაბური და ინტენსიური იქნება. რადგან მსოფლიოს ორი ყველაზე ძლიერი საჰაერო ძალა ცდილობს ამ ტერორისტულ რეჟიმს ძალაუფლება ჩამოართვას და გაანეიტრალოს. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები ირანს საშუალებას არ მისცემს მეზობლების საფრთხეში ჩააყენოს და ბირთვული იარაღის შექმნის ამბიციით იმუნიტეტი შეიქმნას.